კანონში ახალი ჩანაწერი გაჩნდა. პირდაპირ დისკრიმინაციად არ ჩაითვლება მოპყრობა თუ ის საზოგადოებრივი მორალის დაცვას ემსახურება. ანუ თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ საზოგადოებრივ ზნეობას იცავთ, ან ლეგიტიმური მიზანი გაქვთ და ამ საბაბით მაგალითად განსხვავებული ორიენტაციის ადამიანს შეურაცხყოფთ, ეს არ ჩაითვლება დისკრიმინაციად. ოღონდ თქვენი მეთოდები თანაზომიერი უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევად. სავარაუდოდ ეს ჩანაწერი სასულიერო პირთა დაჟინებული მოთხოვნის, საპროტესტო აქციების და დეპუტატების ანათემაზე გადაცემის შემდეგ გაკეთდა. პარლამენტში კანონპროექტის მეორედ მოსმენით განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს. თორნიკე ხურციძე გვერდება ბოლო ინფორმაციით პარლამენტიდან. თორნიკე, რა ხდება ამ წუთში საკანონმდებლო ორგანოში? სხდომა პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება იმ ცვლილებებზე, რომელიც კანონპროექტში შევიდა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. აღნიშნული შეხვედრა პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სასულიერო პირებთან 2 საათიანი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე გავიდოდა. გარკვეული შენიშვნები საპატრიარქოსი არის გათვალისწინებული, რაც იყო გამოთქმული და რაც კომიტეტზე განიხილეს. შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა კიდევ ერთხელ ამ კანონის შინაარსი და ის შენიშვნები, რაც იქნა გაზიარებული. ძალიან ვერცულებია სხვადასხვა შეტანი უწმიდესთან შეთანხმებული და პირდაპირ საუბარი ჰქონდა და ასე რეალს ახლა რომ აი რაღაც წარმოდგენა ქონდა. არ არის ესეთი იმხელა რაღაც. უნდა გააგებიოთ თქვენ ხაზს, მარტო ამით კი არა. სიტყვიერა. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ მეორე მოსმენა. პლენარულ სესიაზე შესწორებული ვარიანტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გაიტანა. დეპუტატებისთვის დარიგებული კანონპროექტის ტექსტში ოპოზიციამ ახალი მუხლები აღმოაჩინა. კარს მიღმა ქალბატონი ეკაბესელია ხვდება სასულიერო პირებს და შემდგომში კანონში ჩნდება ის ჩანაწერები, რომელიც პროცესუალურად აქ უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. ეს არის ძალიან დიდი დარღვევა. მუხლობრივი განხილვის დროს ცნობილი გახდა, რომ პირდაპირ დისკრიმინაცია და აღარ ჩაითვლება ქმედება თუ ის საზოგადოებრივი მორალის დაცვას ემსახურება. ახალი ცვლილებების მიხედვით პროექტიდან შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტი ამოღებულია. ეკაბესელიამ განმარტა, რომ ეს ნორმა ბუნდოვანი იყო და სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. მეორე მუხლის მეხუთე პუნქტი არის ამოღებული, რომელიც ეხება შევიწროებას. ეს საკითხი ჩვენ არც ერთ კომიტეტის ხდომაზე არ განგვიხილავს. ყოველ შემთხვევაში არ გამოთქმულა შენიშვნა, რომ ამოღებული ყოფილიყო და განმარტეთ, რატომ არის ამოღებული. ეს პუნქტი არის მეტისმეტად ბუნდოვანი და იძლევა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტაციის საშუალებას და კანონის განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე იყო მოსაზრება, რომ შეიცვალოს ან ამოღებული იქნას. ანტიდისკრიმინაციულ კანონში სასულიერო პირების თხოვნით დაემატა ჩანაწერი, რომელიც სასულიერო პირებს ქადაგების უფლებას არ უკრძალავს. კონკორდატივს სრულად უზრუნველყოფს იმ რიტუალების და საიდუმლოების განხორციელებას, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ გაუგებრობას იწვევს, მე პრობლემას ვერ ვხედავ, იყოს რიტუალის და ქადაგების შესრულება, რელიგიური რიტუალის ან ქადაგების შესრულება. სახალხო დამცველს კანონპროექტის მიხედვით შეეძლება კერძო და საჯარო დაწესებულებებიდან დისკრიმინაციულ საქმის წარმოებაზე მასალები გამოითხოვოს. დაწესებულებამ მასალები ომბუდსმენს 10 დღის ვადაში უნდა გადასცეს, თუმცა სახალხო დამცველს კანონი დაჯარიმების აქტის გამოცემის უფლებას არ აძლევს. კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დავით უსუფაშვილის განმარტებით ტერმინები სექსუალური უმცირესობა და გენდერული თანასწორობა 1997 წელს მიღებულ რამდენიმე კანონპროექტშიც ფიგურირებს. დავით უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნებს, ისინი პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა, რასაც უკვე საპასუხო განცხადება ნინო ბურჯანაძის მხრიდან მოჰყვა. არასწორია ის მტკიცება, რომ პარლამენტს ამ კანონპროექტით შემოაქვს ახალი ტერმინები საკანონმდებლო სივრცეში. სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. ამ ნიშნის გამო დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოს კანონმდებლობაში გვხვდება 1997 წლიდან მოყოლებული. ეს საკითხი განვითარდა და 2004 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში მოგეხსენებათ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანდებოდა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე მაშინ იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელსაც თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი წარმოადგენს და რომელიც ყველაზე მეტ საუბრობს იმაზე, რომ თურმე ჩვენ შემოგვაქვს ახლა რაღაცა ახალი ტერმინი და ამით რაღაცას ვაკანონებთ ახალს. არ წამოვეგოთ აი ამ პოლიტიკურ სპეკულაციაზე გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებსაც შეცდომაში შეყავთ საზოგადოება. დიახ, ამ კანონის ამოცანაა პროპაგანდა იმისა,
რომ ძალადობა არის დანაშაული, ცოდვა და მიუღებელი თანამედროვე საზოგადოებაში. თუ ვინმეს ეს უკმარისობის განცდა აქვს, რომ რაიმე ამ კანონში ეს სიტყვები თუ ნებისმიერი სხვა სიტყვები არ იქნეს გამოყენებული საზოგადოებრივი მორალის, ზნეობის და სხვა ღირებულებების საწინააღმდეგოდ, ჩვენ მზად ვართ ეს გავაძლიეროთ. იმიტომ რომ კანონში წერია დაუშვებელია დისკრიმინაცია, მაგრამ ზოგჯერ დასაშვებია უფლებების შეზღუდვა, თუ ეს ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელ პრინციპებს, საზოგადოებრივ მორალს და ზნეობას. აი ამ ნაწილში ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ, რომ აი რასაც ქვია ბოროტად არავინ ისარგებლოს რაიმე უფლებით. ჩამოყალიბდა თუ არა ბატონი დავით უსუფაშვილი იმასთან დაკავშირებით ვართ თუ არა რუსეთში და რუსეთის შემადგენლობაში. იმიტომ რომ მან გამოიყენა ასეთი ტერმინი, რომ ან დავრჩებით რუსეთში, ან წავალთ ევროპისკენ. როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონი დავითი თვლიდა, როცა ეს განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ რუსეთში ვართ, რაც შეეხება კანონში იმის ჩაწერას, რომ არავინ არც ერთი ნიშნით არასოდეს არ უნდა დაიჩაგროს, ამას ყოველთვის ვეთანხმებოდი, დღესაც ვეთანხმები და ხვალაც დავეთანხმები. როგორც უკვე გითხარით, კანონ პროექტზე მსჯელობა პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რამდენიმე დღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ მას უკვე დეპუტატები მეორე მოსმენით უყრიან კენს, ასევე რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის წინ სასულიერო პირებისა და მრევლის აქციები იმართებოდა. მადლობა თორნიკე, ჩვენ ველოდებით